და თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდათ ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტაგრძელი ულაში შუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ რომ ჩემი ახალი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეა რას მიგალობ ამუთენია სასტუმალთა ზახარიჩ ზებრა ხარ თუ ჩლიქოსანი ბულბული დაბადების ღია გვინმეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა გრიგოლიჩ ამნაირი დღე მე უნდა გაგახსენო შენ ერის მამა ხარ თუ დროებით მოვალეობის შემსრულებელი რა ორი სიძღიაო გამოთ ჩემო ყელჩაკოკლოზინებულო მოიცა დამოუკიდებლობის დღე რას ნიშნავს ერთი გამაგებინე დამოუკიდებლობის დღე რას ნიშნავს და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო შენი ნათქვამი არა დიდურ რავათლად გულმავიწყი გახდი შეგაცო შენ თავს რო ეკუთვნი მარტო და სხვის ჭკვაზე რო არ დადიხარ იგია დამოუკიდებლობა ხო და სისულელის დღე ყოფილა ჩემო ზახარიჩ ამისთვის როგორ გამაღვიძი ასე ადრე ნაცნარდი ბიძინაბიძია შენი ქვეყანაში ხან დამოუკიდებლობის დღე გამოხდება და ხან რამე წარმატების დღე იმარა შენ არ მეიშალო მაგისთვის ნერვები მართალია მე მაგალითად მით უფრო დამოუკიდებელი ვარ რაც უფრო დამოუკიდებული ვარ თქვენზე ჩემო იმპერატორო ჩემო რეზიკო ნეტა ხალხიც ისე სწორად აზროვნებდეს როგორც შენ მალადეც ბიძია რა ფრა უძლებს ეს პატარა ქვეყანა ამ ხელა პატრიოტიზმს მე არ ვიცი წევედი ისევლეს ეზოში შენი ჩამოთრების დღე და საათი რა ვთქვი მეგაცო ამაზე ჩემი თუ შენი მე გემატად კიდევ ერთი პატრიოტი სამომაყენეთ ვინმემ კანვერტი უნდა გადავცე ბატონ ბიძინინს ჯერ ნავხოთ კაი რამე თუ წერია მაგ კონვერტში იქნება არც ქეღის წამოყენებად რეზიკო წამიკითხე ერთი კაი კითხვა იცი შენ ღრმად პატივცემულო და უსაყვარლესო ბატონო ბიძინა ამეიღე ბიჭო წერილი და ისე წეიკითხი ნუ ამატებ შენ სიტყვებს დარწმუნებული ვარ ასე დაიწყება გაცნობებთ რომ აი ხომ გითხარით ასე დაიწყება მეთქი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქერის უბანს ესტუმრებიან უცხოელი ელჩები და სტუმრები რას ქვია ესტუმრებია კაცო მე არ უნდა გითხონ აი ესაა თქვენი ევროპა ისე მოდის რომ ნებართვასაც არ გეკითხება აპარაი ვენაცვალე რუსეთს რაღაცა უნდა გააკეთოთ სხვების სიამოვნებისთვის გაჩენილო იმ ხელა დიპლომატიური კორპუსი მოდის ხახ რა კარგი ფრაზაა დიპლომატიური კორპუსი რატომ არ მომაფიქრდა ნეტავი ერთი 16 სართულიანი დიპლომატიური კორპუსი უნდა ვგლიჯო მრგვალბახში რა უყო მე ამდენ უცხო ესტუმარს რით გავართო ნარდი ვეთამაშო ნარდი კი არა მიღწევები უნდა აჩვენო გამოფენა მოაწყო მერე პატარა კონცერტი პატარა ბანკეტი და ეგია მთელი დამოუკიდებლობის დღე ვინ არის ჩვენ ვართ მარგվել გაგვიღებ რა გინდათ რა გვიდა და აღლობიულად ჩაგაბარო ჯებიდან და ვიწავო რა უნდა გვიდოდეს მარგվել დამოუკიდებლობის დღეა ცოტა დავლეოთ რამე თქვენ გაიხარეთ ბიჭებო ვიღაცას კიდევ რომ ახსოვს ეს დღე რა კარგია დავლიოთ აბარა ჩემი ეზო ჟიპიტაური მაქვს ჩამოტანილი დუშეთიდან ამ ფერი პრაზნიკია მარგվել და შეწყალების უფლებას არ იღენებ ვინ შევიწყალო მერე ვინ და შენი თავი მან შეიწყალე ვიჟო მეწობა გული შენი საწოდაობით შენ არ ხეინათ იყავი აფრასიონ ეგ არ არის ჩემთვის პრობლემა არ დავყარე მზე სუმზირა სემიჩკასავით დავაი დაასხი მოდი აფჭიქით ვიც გაიაროს გამოიაროს და გაითვალე შემოხედოს ყველას გააუმარჯოს როგორ მიყვარს ტანკები რა მოდრეხინებენ და თვითმფრინავები რო წითელ ბოსს უშვებენ დღეს ჯარისპარადი იქნება ნეტა თუ იქნება აგერ არ ჩამეივლის თავარსარდალი აქანე გვიჟდანა და ერთი სიტყვით უცხოელ სტუმრებს გრანდიოზული გამოფენა უნდა დავახვედროთ ჩვენი ყველა მიღწევა უნდა ვაჩვენოთ
არაფერი გამოგჩეთ იწოდე. რა დიდი ჩამონათვალი შენ კი გაქვს, ახლა რამე რო გამოგჩეს გრიგოლიჩ. გაჩუმდიხი ხო? მბრძანებელო, გადამალეთ ეს სირცხვილი რა. თორემ ისეთ რაღაცას წამოაყრანტალებს სტუმრებთან, რომ საზეიმოდ მოგჭრის სათუთ თავს. ვინ კითხავს ბიჭო შენ? დამოუკიდებლობის დღე თუ არ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი, იმას ვიტყვი. არა გრიგოლიჩ. მართალია. ენანუ დაიგრძელე შენ ზახარიჩ, თორე დამოუკიდებლობის კი არა, ფეხით თოქზე ჩამოუკიდებლობის დღე გექნება. ყველაფერი მოვაგვარე ბატონი ბენზინის სოროგაძინი. ბაჭტი მზადა საპრაზნიკო გამოფენა. აბა, ადგილებზე ყველანი. მე სტუმრებს შევხვდები. Hello guys. How are you dear? Thank you მობრძანებისა. წამობრძანდით ბატონებო, გთხოვთ დაათვალიეროთ ჩვენი მიღწევები. Oh, beautiful. რა ლამაზი ცხოვრება გქონდათ საქართველოში. Wow, მოსამსახურო პინგვინი, პირველად უნახე. ვინა მოსამსახურე შენდალიე ცეცხლი. ქვეყნის მეორე პირივად ფაქტიურად. ესენი ის ცხოველები არიან, რომლებიც თავიანთ ქვეყნებიდან უსამართლობას გამოექცნენ, რომ ეცხოვრათ ბედნიერ პირობებში, რომელიც მე შევქმნი. ქიმაგრამ, ყველა ცხოველი კენთად რატომ არის? ყველა სჭირდება მეწყვილე, ანუ სიყვარული. Love. რა საჭიროა სიყვარული? ჩვენ ქვეყანას ვაშენებთ პრინციპით, შიში შეიქმს სიყვარულსა. ოღონდ ჯერ პირველ ეტაპზე ვართ, შიშის ეტაპზე. მერე სიყვარულსაც შეიქმნიან. ეს რო იშვიათი ხეებია, ბრავო ჯორჯა. ეს ის ხეებია, რომლებიც უსამართლობას გამოექცნენ. შავი ზღვა გადმოცურეს და ჩემ კეთილ კალთა შეაფარეს თავი. საოცარი იუმორი გაქვთ. თავიდან ვიფიქრე გვათხოვებს მეთქი. ხო და სანამ ბოლომდეც იგივე არ გიფიქრიათ, მინდა გაჩვენოთ მთავარი საგამოფენო დარბაზი. ეს ექსპონატებიც პირადად ჩემი შექმნილია. ის კაცი რატომაა დაბმული? ესეც ჩემი შექმნილია, ოღონდ ტექნიკური წუნია. ბრაკი გამოდგა, ბრაკი. ისევ ხომრავთ, ჰე. მათ ბიოლოგიური მიღწევები გაქვთ, ბოტანიკა, ზოოლოგია და ანატომია. სხვა არაფერი დოვლათი შეგექმნიათ? როგორ არა კაცო, დოვლათი მართლაც რომ ძალიან დიდი შეიქმნა ბოლო წლებში. აურაცხელი დოვლათი. და მე რატომ არ ჩანს ეს დოვლათი? იმ დოვლათის გამოფენაზე გამოტანა როგორ შეიძლება კაცო? დოვლათი საიმედოდ მაქვს შენახული ბნელ გრილ და ხალხისთვის მიუწვდომელ ადგილას. ხო, მაგრამ მათ ეს მიღწევები დიდხანს არ გეყოფათ. ხალხს სიახლე უნდა. მაგაზე ვერ ვფიქრობ, ვინ ფიქრობს ისე. წამობრძანდით. როგორ ზრუნავს სიახლეებზე, როგორ იმომავალი მეზრდება. Okay, ყველაფერი გასაგებია. წავიდეთ ახლა სამხედრო აღლუმი ჩავიბაროთ. მაგაზე როგორ შეგაწუხებთ თქვენ? აღლუმი ჩაბარდა უკვე. ვის? წარსულ შაბარდა, წარსულს. და საერთოდ მე მგონი ეს დამოუკიდებლობა ძალიან გაიწელა და მეშინია თქვენზეც გადაჭარბებული პატივისცემა არ გამომივიდეს. ამიტომ წელს ჯობია ამით დავიშალოთ და ასეთივე კმაყოფილი სახებით დაუბრუნდეთ საკუთარ ქვეყნებს. იავნანა ვარდოვნანა იავნანინაო დაიძინე გლეხი შვილო იავნანინაო გარეთ იქცევა ქვეყანა იავნანინაო ასეთ კბილად უდარდელად რამ დაგაძინაო იავნანა ვარდოვნანა იავნანინაო Deizina,
დამოუკიდებლობის ღამეს გილოცავთ. რა გაღრიალებთ რა? რა დამოუკიდებლობის ღამეა გიტყდათ? ჩემო რეზიკო, ამას რო ძინავს, მაშინა ზუსტად ჩვენი დამოუკიდებლობის დრო.